მარტო იმიტომ გაუმარჯოს დიდ რუსეთს თუნდაც, რომ მისი არსით ჩვენი მსგავსი ერთმორწმუნეა. თუ გადავხედავთ ისტორიას, გვიცავდა მუდამ და ქრისტეს რწმენად შეგვინახა მათმა ბუნებამ. ამდენ მუსლიმს რომ გამოგვლიჯა ლამის ხელიდან. რუსეთი იყო ჩვენი ფარი, დედა, დამცველი და უფრო მეტიც სწორედ მისი მადლობელი ვარ, რომ არც სპარსი ვარ, ან და თურქი და ვარ ქართველი. მოდი გავცუროთ ისტორიის შავთეთრ მორევთან. ვახტანგ მე-6-ე დაგვიფარა, როცა იკორთან. და ის თუ გახსოვთ, ეგ ევროპა როგორ მოგვექცა სუხან საბარომ დაამცირეს ლუდოვიკოსთან. ანაც ტრაქტატი გავიხსენოთ გეორგიევსკის. როცა ირანი საქართველოს აღარ ინდობდა, გადაგვარჩინეს როგორც ძმანი დარად კიევის და მერე მთელი კავკასიის იქნა მშვიდობა რა. ომი გინდათ? იერსახე დავკარგოთ ძველი. პეტრე პეტრია მოინდომოს თუნდაც პავლობა. ევროპა არის გარყვნილების მატარებელი, რომელსაც მოაქვს სიბილწე და მამათ მავლობა. დაიცა ძმაო, აგერია რაღაც თავიდან. არ მსურს ტყუილის გაჩენილი გერი ვიშვილო, ახლა მოუყვები მატიანეს დასა ბამიდან და დღესაც ხდება, მოდი ეგეც მიმოვიხილოთ. ვით გადაუჩით მტერთა თარეს ამდენ ბალაგანს, ეს ჩვენი გენის ნაწილია და წესისა. ერთი ქართველი უსაშველო დიდი ძალაა, ორი ერთად კი იმედია გადარჩენისა, სწორედ ამიტომ დააშორეს ხვიჩა და გოჩა. სწორედ ამიტომ ყოფდნენ ხოლმე შუაზე მტრები ან საერთოდ სად არსებობდა რუსეთი, როცა ქრისტეს შობამდე ოქროს საწმის ვიცავდით მხრებით აქ ულაშქრია პომპეუს და რომაელთა ჯარს. წარმოვადგენდით საკვირველს და ცოტა უცნაურ ჩვენ ვართ ის ერი, ვინც გაუძლო არაბ, ოსმალს, პარს და ვერ გაგვტეხტო შეასმინა თვითონ მურვანყრუს. ყარად ინახავს ისტორია ჩვენს თავგანწირვებს. განა ყოველთვის გვილხინდა და ვკრებდით იელებს, გვიჭირდა, მაგრამ ქართლის მეფე გიორგი პირველს აზრად არ ქონდა და ხოლოდა ბიზანტიელებს. ვახტანგ მე-6-ე, სულხან საბა, ჰო რთული დროა და ლუდოვიკოც მახსენდება უფრო კატებთან, მაგრამ რუსეთი შუამავლად სათყვავდა, როცა დადიანები მეგობრობდნენ მიურატებთან. გეორგიევსკის ტრაქტატით კი ვიტყუეთ თავი. თითქოს ირანი ინტერესით ამით უქმდება, მაგრამ რუსეთმა დაარღვია მალევე ზავი და მრავალი წლით ჩამოგვართვეს თავისუფლება. ამის მერე კი პერიოდი არც თუ ამაყით. იუნკერების ამოხოცვა მძიმე დროება, როცა სამშობლო გამოგლიჯეს, მარო მაყაშვილს ხალხს კი წაართვეს წილხვედრილი სარწმუნოება, მერე საბჭოთა პერიოდი უხდო და მარში. უსამართლობა დარშინება შავი წერტილი. და ახლა ხშირად რომ სეირნობთ იმ ვაკის პარკში, იცით, რამდენი ქართველია იქ დახვრეტილი. კარგი ვთქვათ, მოდი, შეურიგდეთ, ვიცვალოთ მხარი. გუში ნაწყენი დავივიწყოთ, ვთქვათ წუხელისვე, მაგრამ თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი მაშ, რისთვის მოკვდა ჩვენი გმირი ან წუხელიძე. რამდენი სისხლი გავიარეთ პატარა ერმა, შინდისი გახსოვთ? სინდისის და აგვისტოს ომი. ტელეფონზე რომ ვერ მოუსწრო ონიანს მდელმა და ლოცვის მერე ყუმბარაზე აფეთქდნენ ორმი. ახლა დანარჩენს არ ჭირდება უკვე სკოლიო, რადგან ყველაზე მთავარს ვიწყებ, ყური დამიგდე. რისთვის ჭირდება საქართველოს დღესაც მსოფლიოს? ჩვენ ვართ ევროპის აზიასთან ყოფი კარიბჭე. ამერიკაში 11-ია მოკლედ სექტემბრის. კარგად ნაცნობი ის ტერაქტი მოხდა თუ შექმნეს. იწყება ომი, ლიდერები მოკლეს სექტების და მერე ერახს გაუწვიან ავღანურ შედეგს. სწორედ ამიტომ ამერიკა დაუწყებს ზებნას აღმოსავლეთში, ანუ ჩვენსკენ მოკავშირეებს. და როცა რუქას გადახედავს ან ხალხის ნებას, ჩვენ შეგვარჩევენ შესაბამის ძალად პირველებს. ჩვენ ძლიერ გვიჭირს. სიდუხჭირეც მის როლს ასრულებს, რადგან აქ ხალხი პარლამენტში შევარდნაზეა. პრეზიდენტად კი რუსეთსა და უფრო სასურველ ევროპას შორის გაჩხერილი შევარდნაძე, ამიტომ ჩდება სათავეში ახალი ძალა. ამიტომ სტუმრობს ჩვენს ქვეყანას უმცროსი ბუში. თითქოს ეგაა, გავიმარჯვეთ, გადავჭით, მაგრამ ყველას თავისი ეშმაკური გეგმა აქვს გულში. დათვიც ფხიზლდება, გამჩენმა რომ დაგვიმეგობრა, რადგან მართავდა საბჭოეთს და თავად ქართველებს ის განგიხილავს არა როგორც გულით მეგობარს, არამედ სფეროს გავლენისას, რასაც ართმევენ. პილატესავი დაიბანეს მაშინ ხელები. ნატოშიც კარი მოგვიხურეს ცოტა მანამდე, რადგან ავტობი და ელექტრომატარებლები სწორედ რუსეთის გზების გავლით ჰქონდათ მავანთვე. ასე დახურეს საქართველოს აბრეშუმის გზა. ომში გასწირეს ვაჟკაცები, ჩვენი გმირები უკრაინასაც სწორედ ეს გზა გამოვლილი აქვს, მათაც ჩვენსავი დაუნგრიეს მათი მიზნები. ისტორიულად რუსეთს ბრძოლის ორი ხერხია. ან გეომებ, ან გაბოლებს პოლიტიკურად. ჯერ თითქოს ომში მოგვევლინა მხსნელად მესიას, მერე კი ქვეყნის შიდა ამბებს ცოტა უყურათ, ნახა რომ ისამ ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლოსკენ ტირანია დექცა ამაგი შეამჩნია, რომ ჩვენი აზრი ორად გაიყო და აირჩია სტრატეგია კარგად ნაცადი. ჯერ ბევრი კვლევა ჩაატარა თუ ბრბოს რა უნდა, რა ეზიზღება, როგორია მათთვის მთავრობა, ასე გამოჩნდა deep state ომის მარულა და რუსეთისთვის საოცნებო გაურკვევლობა.
რასაც ოდესმე გვიკეთებდა ცუსტამ ზაკრობებს, ჩვენივე ხელით წამლავდა და ასე გვივლიდა. ასე წაგვართვეს აფხაზეთი, გაგვყარეს ოსებს, ასე ხალატი წიწამურთან მოკლეს ილია, მაგრამ სპარტა და ბიზანტიას კი გაქრა მყისვე. ჩვენ კი გადავრჩით ამ ყველაფრის გამოვლის მერე მე გულით მჯერა რომ ყველაფერს გაუძლებთ ისევ, რადგან ქართველთა ისტორიას ზეცაში წერენ. მახსოვს ჩვენს ქართველ რაგვისტებზე ყვებოდა მწვრელი, რაღაც ერთვებად იცავენო, როცა ლელოსხას, რაღაც კი არა ეს ის არის ქართული გენის სული, ბრძოლაში რომ კაფავდა საქართველოს გზას, წინაპრის ჯიში აჭენებდა ომში ბედაურს. ეს სიამაყე ახაც რომ გძნობთ, ან და გვინახავს, როცა ვუყურებ ხელებ გაშილ ლაშა ბექაურს ან ხვიჩას, დროშას რომ უკოცნის თავის წვსაფარს, მოდი აქ მოვჩეთ. ბევრი თქვი და ბევრსაც გადავწდი. არავითარი გლობალური ომის პარტია, აქ ერთადერთი სიმართლეა, მრავალნაცადი. არ დაგავიწყეთ რომ რუსეთი ოკუპანტია. არ არის ესე?